Whatever. Two companies signal four bands together in a titanium pipe putting cellulose and two parts under the cover of the bunker. Police sakrawat tipology erfane but general subscribers bunker policy policy. Police doesn't the ice airborne support. Now I want to share how to use the oxygen mask and how to improve it on alignment. Less conversation, a little more action, please. All this aggravation ain't satisfaction in me. A little more fight, a little less fun. A little less fight, a little more spark. Close your mouth and open up your heart and baby satisfy me. Satisfy me, baby. It's a groovy night and I can show you how to use it. Come along with me and put your mind at ease. Less conversation, a little more action. All this satisfaction in me. Baby, I'm tired of talking. Grab your coat and let's start walking. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს მეოთხე კურსის ჟურნალისტი სალომე გორგილაძე და ჩვენ ვყოფებით იტალიის მოდისა და კულტურის ცენტრში მილანში. აი ეს მუშაობ ძალიან მაგრამ. აი. ეთი ორი სამი. დავიწყეთ სად ვიმყოფებით? მილანში. დავით. აი ესეც ხდება. ოპაც ძალიან მაგარია, ნახე სადავარ. აი ამ საოცრების სანახავად ჩამოდიან ხოლმე ადამიანები. ეს სწორედ მე და სალის საფუძვო ნამუშევარზე აქ მოგვიწია წავედგომ. მინდა გითხრათ, რომ ინკოგნიტოსთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ამიტომ ჯერ ისეთი ესეთი მაგარი კურსდამთავრებული ყავს. მე ძალიან კარგი მეგობრობა ინკოგნიტოში გაზეთი თაობასთან და მე აი აქ რო გააკეთებ საკურსოს უკვე ჩათვალე რომ ძალიან წარმატება მიღწევა. ხო ჩემოსალი. შენ რას ფიქრობ, როგორ მოგეწონა მილანი? არაჩვეულებრივი აქტუალები არაჩვეულებრივი საკურსო ნამუშევარი გეუბნება. ჩვენ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო და საკურსო ნამუშევარზე მომუშავე სალომე გორგილაძე დროებით სწორედ აი აქ მუშაობ. თუმცა გამოყევით და არიდანეთ პროექტები. ნახეთ რა საოცარ ადგილას ვიყოფებით. ესეთი ზღაპრული სანახაობა მე დიდი ხანია არ გინახავთ. სიმშვიდე, სიყვარული, სიყვარული. მოდი მოვიკითხოთ ინკოგნიტოები და ყველა ინკოგნიტოს ვუხდათ, ნორჩი ინკოგნიტოებს რომ აი ამისთვის ღირს რომ იშრომო იწვალო 4 წელი და საკურსო მერე აი ესეთ სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან გააკეთეთ. აქვე დავაანონსოთ რომ საკურსო ნამუშევრისთვის ემზადება ნატა მჭედლიძე, რომელსაც მოვიკითხავთ და რომელიც არის მართლა უნიჭიერესი და თქვენ წარმოიდგინეთ ონლაინ მუშაობს ქუთაისიდან და საოცარი თემები, საოცარი მიღწევებით გამოირჩევა უკვე და ვემზადებით ესპანეთისთვის და მე მჯერა დარწმუნებული ვარ სალომე ხო საოცარ მასალას ჩაიტანს მილანიდან და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ ნახეთ რა ადგილას ვართ აი ვიბნევი კადრს უკან რომ ვადევნებ თვალს ვიბნევი ისეთი საოცარი ადგილია მე დარწმუნებული ვარ ნატაც საოცარ საკურსო ნამუშევარს მოგიმზადებს ესპანეთიდან და ღმერთმა ქნას ვისურვოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში მშვიდობა ყველა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს უსაყვარლეს უთბილეს საქართველოში ქართველი ხალხი ძალიან განსხვავებულად თბილები ვარ და მე დარწმუნებული ვარ წელს ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო საოცარ საკურსო ნამუშევრებს შესთავაზებს უნიჭიერესი კურსდამთავრებულები დროებით გემშვიდობებით მილანიდან და ჩემი სალომე იმიტომ ხრისტავს რომ ძალიან ეშინია მტრედების რომელიც ხელის გულზე მყავდა სულ რამოდენიმე წუთში სწორედ ასე ხელის გულზე მყავს ჩემი ინკოგნიტოები და მინდა რომ ძალიან წარმატებული განათლებული განვითარებული და რა ვიცი, ყველანაირად გამარჯვებულები იყო ჩემი ინკოგნიტოები. მიყვარხარ ბავშვებო დროებით და მთელი გული და სულით მინდა რომ აი გამორჩეულები იყოთ ყველაზე მეტად.
გიყვარხარ დროებით ხალი ოცნება, ხალი სინაზე, ხალი ცისრევლის ოდნენ მიწაზე. ხალი ოცნება, ხალი ალექსი. ლამაზო ხალო, დანო დადანო, ხალო 1000 ჭირის ამტანო. ხალო ბრძობის და ყოფის სამყარო. ასენა, ხელის გულზე უნდა გადარო. მე პირადად მაგისთვის ვარ გაჩენილი, რომ ხალი ვატარო ხელის გულზე. განაცხადა ეს უნდა იქნება. კურსელს მეძახით და ინკოგნიტოელ და თან არის, მაგრამ აი ამისთვის ღირს მუდმივი მეოთხე კურსელა. რაჭველი ხა, მაგრამ მაინც ხო მივხვდები რომ მართლა მაგარი იყო, მაგრამ ისე ხვდები უკვე რომ კაია ძმა. დახვდები და ამისთვის ღირს რომ მეგრელიც ავიტანო. ვიყავით ვარს და ვიქნებით უნდა მესა ბედნიერად და მშვენივრად ერთად. I wanna live for my life day by day. I wanna live every day as my best. I wanna live for my life day by day. I wanna live it right away. ეს არის ჩვენი კომენტარი. ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც შევძელით გავუკეთებინა საკურსო. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მოხურებლებს, რომ 4 წელი მიძლებს და სიტყვები რაღაც საჭიროა. ჩემზეც უნდა იყო ის, ვინც ხარ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ინკოგნიტომ გაგვართიანა. იყო მეოთხე კურსელი, ნიშნავს იყო მეტად დატვირთული, მეტად მქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. მაყურებლებო ყველანი ძალიან მიყვარხარ. გაგვიფრინდა მტრედი ოჯახიდან. ყველაფერი კაი აქ მაქვს განცდილი ბავშვობის. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ამის მერე ვფიქრობ, რომ შემიძლია გამოვიცნო როგორია ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი რაც მასწავლა ინკოგნიტომ. რო არა ინკოგნიტომ, მე ალბათ არც ვიფიქრებდი იმას, რომ შემეძლო ყოფილიყავ ჟურნალისტი. მან ჩამირჩია რომ ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე. შემიყვარდა მიკროფონი, იქ შემიყვარდა კამერა. 17 წლის ვიყავ, მე მგონი, პირველი კურსის სტუდენტი უკვე, როგორც ყოველთვის ეს მანანა გვარგებდა ჩვენ სტილს ყველას და მან ჩამომაყალიბა როგორც ჟურნალისტი. ინკოგნიტომ ძალიან ბევრი რამე მომცა, როგორც უკვე გითხარი, პირველ რიგში თეთრის და შავის ერთმანეთისგან გარჩევაც ძალიან კარგად მასწავლა. იქ გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობ და ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ დარჩებით ინკოგნიტო თქვენ ყველანი ვინც ახლა იქ ხართ, ბავშვები, გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან წარმატებული ადამიანები გახდეთ ცხოვრებაში და მე იმედი მაქვს, რომ ცხოვრებისკენ მიმავალ გზებს და ბილიკებს აუცილებლად მანანა საუკეთესოდ გაგიკვალავთ. მანანა ყოველთვის გვასწავლიდა იმას, რომ ჩვენ ადამიანებმა ადამიანებში ყოველთვის კარგი და დადებითი უნდა ვეძებოთ. Რო გეკითხათ, თუ საიდან იწყება ცხოვრება, მე დავფიქრებად ინკოგნიტოში მოხვედრაზე მივთითებდი. შემდეგ იყო პირდაპირ ეთერი ერთად. საქანელო რო ჩამოგვიწყდა ეგეც გახსოვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სრულია ნებისმიერ ინკოგნიტოს წარმატებული მომავალი ქონდეს, ჩემი ფანტაზია CNN-ის ტელევიზიის ფარგლებში მოვაქციე და სიგნალი საქართველოსკენ გავამგზავრე. პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ და მომავლის მოლოდინი. ასეთი განწყობით არიან პატარა ჟურნალისტები, რომლებიც ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით უყურებენ. პატარა ჩოხიანი კაცი გულში პავს, პატარა ჩოხიანი, მაგრამ იმასაც ესმის, რომ 21 საუკუნეა რა. მე ასე დიდი ჩინოვნიკი ჩავწერეს და აი ძალიან ბევრი ლაპარაკა და მე გავახსენდა რომ ვაფშე კასეტაც კი არ გქონდა წამოღებული. ჟურნალისტის ცხოვრება არის მოულოდნელობებით ახსოვს. ამის გარკვევაში ჩვენ უკვე ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ ხავთასი დაგვეხმარება. გამჭირდა ძალიან დიდი დრო, რომ ჩემ თავს მოვრეოდი და ეს გამოკეთებინა და იყო ესეთი პერიოდი რაღაც ერთ წელი დადებოს დაახლოებით 20-30 დუბლი მჭირდებოდა, რომ რაღაც შფეთება მქონდა კამერასთან და კანკალები. წარსულიდან მომავალში თაობა რომელიც იყო და თაობა რომელიც მოდის, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მათ აქვს სხვადასხვა ფიქრები, ოცნებები, აზრები და შეხედულებები. ესეთი მანანა მასწავლებლები გვჭირდება, დიდი რაოდენობიდან აი ესეთი ბავშვები გვჭირდება. ჩვენ ამ სცენაზე, იმ გადასახებ დარბაზში, დანარჩენ კონცერტებზე, გამოსვლებში, ვიდეო კლიპებში უნდა ავზარდოთ ისეთი თაობა, რომელსაც ჩაებარება ჩვენი სანუკვარი საქართველო. უშიშრად ჩაებარება, უშიშრად მოხდება პატარა ხელში. ეს ჩვენი საქართველო და ჩვენ უდარდელად წავალთ ამ ქვეყნიდან, ვინც უნდა წავიდეთ. და ვიცით რომ
საქართველოს არაფერი გაუჭირდება. აი მანანა რასაკეთებ შენ ჩემო კარგო და არ გეგონოს რომ მე ახლა სპეციალურად ვამბობ და შენ სახელს ვახსენებ. უცხელად მოგმახავ საქართველოს გარეშე. გაუმარჯოს თავგების ერთიანობას რომელიც ამ დარბაზში იდგება. დიდი მადლობა. აი ესეთი მაგარი კადრებიც გვაქვს. აი ეს არის საოცრება. სალი მოდი სალი. სალი მოდი ჩვენთან. აი ესე სამომეს შიგნია ძალიან შორს არის, მაგრამ მე ესე აი ნახეთ. მე აი ესე მომაზად. ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ბევრი თქვენგანი ინატრდა. დიახ, სალომე გორგილაძე სწორედ ის ინკოგნიტოელია, რომელიც ამ თაობას შეუერთდა. თაობებს, რომელიც ინკოგნიტოში მრავლად იყო. სწორედ მათივე ფრაზაა ეს. თაობა მიდის, მოდის, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო კი იყო, არის და იქნება მანჩოსთან ერთად. ინკოგნიტოში გაზრდილი თაობის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. არ მინდა ვინმე თავის ქებაში ჩამითვალოს, თუმცა ზუსტად ვიცი, ის ბავშვები, რომლებიც ინკოგნიტოს ბუდიდან აფრინდნენ, განსაკუთრებულები, ორიგინალურები და საუკეთესოები არიან. ვიცი, ამისთვის მუდმივად მამტყუნებს მაყურებელი. შენი ბავშვები განსაკუთრებით გიყვარსო. მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ. თუ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს. მე ამაყებით და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა კუთხეში მიმობნეულები ხართ ჩემო ინკოგნიტოელებო. გაუმარჯოს საქართველოს. ჯორჯია. Brasil, Italia, Brasil, Pisa, Toscana, venite a conoscere Pisa, Firenze, la Toscana è bellissima. Ciao da Italia, Milano. Ciao. Ai ესეთი ლამაზი. ეხა სანტასთანაც გადავიღეთ ფოტო, ნახეთ სად ვიმყოფებით ხალხო, ნახეთ აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფის. ისეთი მაგარი გამოვიდა ჩემი გოგოს საკურსო. სულ ვიძახოდი ეს ჩემი გოგოა თქო, მაგრამ ეს იგი ჩემი გოგო თუ გამოვიდა და ძალიან მაგარ საკურსოს გავაკეთებდი. ეს ალბათ ისტორიას ძალიან დიდ ხანს დარჩება, რომ ინკოგნიტოს ერთ-ერთმა წარმატებულმა უნიჭერესმა სალომე გორგილაძემ, რომელიც არის უმშვენიერესი და ულამაზესი, საკურსო მილანიდან და იტალიიდან აი ესე ემოციურად მოგაწოდა. აი ეს ჩვენი დამხმარე, რომელიც დღეს მთელი დღე დავღალეთ და ეხა ცდილობს რომ მოშიებულმა მაკდონალდში გაერთოს თავი და ისო წავედით ეხა თორე ძალიან მაწყებია დროები აი ესეთ მაგარ ადგილას რო ხარ. აბა რა გინდა, ნახე აი სადავით, ნახე აი ძალიან საოცარ ადგილზე ვარ და ეს არის სალომეს საკურსო ნამუშევარი. ნუ თუ არ ღირს ამისთვის 4 წელი იშრობო რომ მე აი აქ ამოყო თავი და აი ესეთი მაგარი საკურსო ნამუშევარი ჩამოიტანე. სალი მოდი. ასე. აი ეს როგორ მუშაობენ მოდელები. მე ჩვენც როგორ მუშაობ, ხო? ეხა გავწვით აი ამ ბარად, სადაც ჩვენ მეგობრობას დავიწყებთ. ძალიან მაგარია. აი ესე სალი მოდი ჩემთან, მოდი ჩემო გოგო. აი, აქედან სალი. Super. Yes, super. Thank you. Bye. Bye. Hello. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს. აბა გაუმარჯოს Kacheleo. საქართველოს. Chakarchelo. Yes. Thank you. Thank you. Sally. საოცარი ადგილის სტუმრები ვარ. ძალიან ხარია, ძალიან გულგრილი ვარ. ძალიან ამოწვარ მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უკვე მრავალი წლის შემდეგ მოახერხა ის, რომ უკვე მილანიდან აკეთებს საკურსო ნამუშევარს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მიყვარხართ ინკოგნიტოელებო და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგ საქმეს შეძლებთ და გააკეთებთ. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი ბუდიდან აფრინდა ბავშვი, რომელმაც დღეს წარმატებებს და მწვერვალს მიაღწია.
თითოეული თქვენგანი ძალიან მიყვარხართ. როდესაც მხვდებით და ქუჩაში, მანჩო არ იცვლები, აი ესეთი ემოციებით მხვდებით, ძალიან მიყვარხართ. ჩვენ კიდევ ბევრ კარგ საქმეს დავიწყებთ ერთად და გავაკეთებთ და ძალიან მეამაყება, რომ ინკოგნიტოს უამრავი ფილიალის ხელმძღვანელები იყავით, თაობები და ისევ გრძელდება ეს ტრადიცია და წელს თამარ გეგეჭკორი კიდევ შემოუერთდება საბერძნეთში გახსნილი ფილიალით, სადაც სალომე ერთ-ერთი იქნება, რომელიც პირდაპირ ჩართვებით გააშუქებს აი ამ დიდ წარმატებას თამარ გეგეჭკორისას. მადლობა ბავშვებო, თითოეულმა თქვენგანმა ინკოგნიტოს ისტორია დაწერეთ. და ზუსტად ვიცი, ბატონი ნუგზარ რუხაძის ის სიტყვები, რომ თქვენისთანა თაობას მომავალი ჩაებარება, ნამდვილად ასე იქნება. იცოდეთ, რომ მანჩოს მუდამ ახსოვხართ. მუდამ თქვენი მანჩო ინკოგნიტო. გაგიკვირდებათ და ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი მილანიდან რომ ბრუნდებოდით, სწორედ ბორტზე ასულებს იქაც ინკოგნიტოელი დამკვდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს უსაყვარლეს გოგოს, რომელიც ყავითა და ტკბილეულით გამიმასპინძლდა. ნუ გაგიკვირდებათ, ამ დროს გული ძალიან მიჩუქდება და ბედნიერებით ვივსები. ფიქრებზე შეკროლებადებით, სანამ ხომალდის მეტაური არ გამართავს უსაფრთხოების ღონების დაბლოს და სამეორო ხომალდი არ მიაღწევს საბოლოო პარკირების ადგილს. მოგვიანებით თხილად გახსენით სათავსოები და შეამოწმოთ ნავარლის წინ არსებული ჯიპები, რათა არ დაგჭირთ პირადი ნივთები. შეგახსენებთ, რომ მოზავა კვლავ დაუშვებელია, სანამ არ მიაღწევთ მოძავისათვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებამდე ტერმინალს გარეთ. გააქვს ამბიცია გახდე ჟურნალისტი. ისწავლო კამერასთან მუშაობა. ჩვენ დაგეხმარებით გახდე პროფესიონალი. დარეკეთ ეხლავე ეკრანზე მითითებულ ნომერზე